ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც ჩემი აზრით უფრო მეტად იცავს ქრისტეს მორალს, ვიდრე დღევანდელი ქრისტეს ეკლესია ამ ქვეყანაში. და მე რამაძლევს ამ თავხედური სიტყვის უფლებას. ზოგადად ეკლესიაში ღვთისმობა არავის არ გაუკვირდება. თქვენ თუ უყურებთ ჩემს გადაცემებს საქართველოს დაბადებას, რამდენიმე სტუმარმა თითქმის პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს მეორე პატრიარქი არის მთავარი ეჭვიტანილი პირველი პატრიარქის მკვლელობაში. აი მოდი აქედან დავიწყოთ საქართველოს ეკლესიის ისტორია მე-20 საუკუნის. მთავარი კაცი საქართველოს ეკლესიაში არის ქვეყნის პირველი პატრიარქი. მეორე და ორივე წმინდანია, გესმით? ან პირველის და მეორეც ორივე წმინდანია და მეორე არის პირველის მკვლელობაში ბრალდებული. საქართველოს ეკლესიაში იცი რაები მომხდა რა სხვადასხვა პერიოდში. რა ერთის მხრივ გიყვარდეს ამბროსი ხელაია და მეორეს მხრივ გიყვარდეს ამბროსი ხელაიას რო ებრძოდა თავისივე ეკლესიაში ის ხალხი ეს ეკლესიის სიყვარულია? რა 80-იანი წლების დასაწყისში ამ წლის 80-იანი არ იყო სექსუალური სკანდალები ეკლესიაში? არ იყო მაგალითად ამ ეკლესიაში გასამართლებულები არ ყავს ხალხი ამაზე? მერე ნაწილი უკან დაბრუნებული არ არის? თუ თქვენ ეს არ იცით? მოდით ჩემს გადაცემებს უყურეთ რა მართლმადიდებლად საქართველოს ეკლესიაზე სერგო ვარდოსანიძესთან არის ორი გადაცემა. ასევე სხვა გადაცემები არის ეკლესიას რომ მოძებნით. უბრალოდ ნახავთ და დაინახავთ რომ ამ ქვეყნის ეკლესიაში ყოველთვის არსებობდა ხალხი რომელიც უბრალოდ ამხელდა მათ. მის მერე აი უბრალოდ ჩვენს პროექტზე რომ ადამიანები იძულები ჯარში არ წავიდნენ. ჩვენ იცით რამდენი მღვდლის შვილები გვყავს გათავისუფლებული. რამდენი სასულიერო პირის მადლობა უთქვამს ჩვენთვის ამ საქმიანობისთვის. და უცბად ისევე როგორც მერე დაჭირდა და მანამდე ქოცებს დაჭირდათ ეკლესიასთან კოალიცია, როგორც ახლა აღიარეს არჩევნები, რომელსაც არავინ არ აღიარებს. ხო აღიარა ეკლესიამ. ანუ როგორც ხო დაინახეთ რომ ჯარის კანონზე როგორ უჭერდნენ ხარს, როდესაც ვიცით რომ ეს ჯარის კანონი არის ქართული ჯარის განადგურების კანონი. და ბოლოს თუ რელიგიური ადამიანები ბრძანდებით და ამბობთ რომ მაგის მეშინია ღმერთთან მას ახალი ახმა წაიკითხეთ. ფარისევლები ვინ იყვნენ? აი ფარისევლები იყვნენ ხალხი ისეთივე ხალხი როგორიც არის დღეს უდიდესი ნაწილი საქართველოს საპატრიარქოში. არა ყველა ცხადია, იქ ვიღაცა მორწმუნეც იქნება. მაგრამ ხალხი რომელიც ელოდებოდა მეორედ ქრისტეს მოსვლას, ჩამოსვლას ელოდებოდნენ და ვერ იცნეს ქრისტე. და რატო ვერ იცნეს? იმიტომ რომ მათ რწმენა აკლდათ. და რწმენა გაკლია მაშინ, როდესაც შერწყმული ხარ ხელისუფლებასთან. თორე ქრისტე მარტივად თქვა მიეცი ღმერთს ღვთისა, კეისარს კეისრისაო და თქვენ ფიქრობთ რომ დღევანდელი ჩვენი ეკლესია ღმერთს ღვთისა და კეისარს კეისრისაა? მართლა? ანუ როგორ შეიძლება 47 ეპისკოპოსი დაჯდეს და გადაწყვიტოს რომ ადამიანი რომელიც მოვიდა საბუთი აიღო ჯარში ვარ წასულიყო ისევე როგორც ამ მღვდლების და ეპისკოპოსების შვილები იქცევიან და ის ხალხი ყოფილიყო სექტანტი და ბოლოს თუ სექტა იყო ბიბლიური თავისუფლება ისა რა ქვია საქართველოს საპატრიარქოს დაახლოებულმა ხალხმა რო შექმნა რა ერქვა მაგ უნდა გავიხსენო კატაკომბური ეკლესია, ზუსტად ეგრე და ჯარისგარო ხალხს თავისუფლებდნენ. ეგ არ იყო ისა რა ქვია სექტა? ანუ ისეთი სექტა, როგორიც ჩვენ შევქმნით, საპატრიარქოში იყო გახსნილი. და ჩვენ თუ ყავდა გათავისუფლებული 20,000 კაცი, 1400 კაცი ყავდა იმას გათავისუფლებული. ხო, და რანაირად იყო ახლა ისინი არ იყვნენ ეშმაკისეული და სექტანტები და მე ვიყავი? ხო და ამიტომ ვიძახი რომ არსებობს ადამიანი რომელიც ანუ მე ბევრი მეგობარი მყავს მღვდლები მირეკავენ ველაპარაკები სხვა ეკლესიებიდან და სხვათა შორის ბოდის მიხდიან იმის გამო რომ ამ უხსნაურ სიტუაციაშია ისა რა ქვია მოყოლილი მათი ეკლესია რა თქვენ ფიქრობთ რომ მე პრეტენზიების დაყენება ეკლესიის მიმართ არ შემიძლია ჩემს თავში ეს ინფორმაცია არ არის მე ზუსტად ვიცი რა ხდებოდა უახლოეს საუკუნეში საქართველოს ეკლესიაში ვინ და რავია 500 ადამიანთან ვარ ნალაპარაკები ამაზე. ხო და მე ჩემი როგორც ქრისტიანის ვალდებულება მგონია მხილება. და საქართველოს დღევანდელ ეკლესიაში უდიდეს ნაწილს არა ყველას ღიად უარი აქვს ნათქვამი ქრისტეზე. მაგას რა თუნდა ლაპარაკი? აბა რაც ახლა ეკლესიაში ხდება ეს ქრისტეს ეკლესიაა? აი იქ არის მრევლიც.
გესმით? მაგრამ მე ამჯერა რომ ყველა მრევლი ამაზე იფიქრებს, იმიტომ რომ ზოგი უბრალოდ იმდენად რწმენაშია რომ კრიტიკული ვერ იქნება. მაგრამ ჩემი მოვალეობა ჩემი საქმე ამოცანა არ არის პოპულიზმი. მე არ ყოფილა რა თქვენ რომ მართლა უბრალოდ წაიკითხოთ საქართველოს საპატრიარქოს ისტორია, პირველი პატრიარქის ისტორია რომ წაიკითხოთ, თქვენ მიხვდებით ვისთან გაქვთ საქმე. უბრალოდ მიხვდებით და თქვენ მიხვდებით რომ რაც დღეს ეკლესიაში ხდება, იმის მთავარი მოწინააღმდეგე ჩვენი პირველი პატრიარქია. და თუ რამე ღირებულება გააჩნია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას, ეს კაცია. აი ამ მორალზე დაფუძნებული, მე მიითვისეს კომუნისტებმა და დღემდე კომუნისტური წესით იმართება. დღემდე სტალინური ეკლესიიდან ვერ გამოვედით. ხო და მე არავის ლანძღვა არ მინდა, არც არავის არ ვლანძღავ, მე ფაქტებს საუბრობ. როგორც ვერ გამოვედით სტალინური მმართველობიდან საერო ხელისუფლებაში, ასევე ვერ გამოვედით სტალინური მმართველობიდან საეკლესიო ხელისუფლებაში. და რასაკვირველია, აქ უნდა მოვიდეს ვიღაც ადამიანი, რომელიც ამ რეფორმას გააკეთებს. როგორც პირველმა პატრიარქმა, ჩვენმა პირველმა პატრიარქმა ეს გააკეთა ცარიზმიდან გამოსასვლელად. გესმით? და შექმნა დამოუკიდებლობა, უბრალოდ მოკლეს. პირველიც მოკლეს. ნუ მეორეც ფაქტობრივად მოკლეს. მესამეც მოკლეს. ანუ ვინც ღირებული იყო ამ ეკლესიაში, ისინი კომუნისტებმა მოგვიკლეს. მე სხვადასხვა ნაკლებად ღირებული ადამიანებით მოიშინაურეს და დღეს ჯერ ვერ გამოვედით ამ მოშინაურებიდან. ახლა წარმოიდგინეთ, რომ მოშინაურება ნიშნავს იმას, რომ ეკლესია არის არა ხალხის მხარეს, არამედ მთავრობის მხარეს. საბჭოთა ეკლესია არის ეკლესია, რომელიც არის არა ხალხის და მრევლის მხარეს, არამედ მთავრობის მხარეს. ხო და მე მინდა ეკლესია და მე მოვესწრები აუცილებლად ამ ეკლესიის რეფორმირებას, როცა ეკლესია იდგება ქართველი ხალხის მხარეს. როგორც ეს იდო საწყისში და კოდში ქართული ეკლესიის. ხო და თქვენ თუ მეუბნებით იმას, რომ მე არ ვაკრიტიკო ეკლესია, რომელიც უბრალოდ საკუთარი მრევლის უდიდეს ნაწილს ეშმაკისეულად სახავს. ეკლესია, რომელიც ნუგესარაძლევს გარდაცვლილის მშობლებს იმის გამო, რომ თურმე სადღაც ჯარში არ წავიდა მათი შვილი. როდესაც არც ერთი მღვდლის შვილი არ გამიგია მე რომ ჯარში დადიოდეს, ახლა მოქმედი. არ ყავთ ასეთი ტიპის შვილები, რამდენი ყოფილა ჩვენთან უბრალოდ რო იცოდეთ. ხო და მე ეს ვიცი, ანუ მე ეს ფაქტად ვიცი. მე თქვენ არ უნდა მოგატყუოთ პოლიტიკური მიზნით და გითხრათ, რომ მე პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებას, რითაც უდანაშაულო ადამიანები ეშმაკისეულად გამოაცხადეს, ეს არის უპატივცემობა ქრისტიანული ეკლესიის სინამდვილეში, ან უნდა გითხრათ სიმართლე, როგორც აი დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებზე გითხარით სიმართლე, ზუსტად ასევე მინდა გითხრათ ეკლესიაზე სიმართლე. მე განა ეკლესიაში არავის არ ვცემ პატივს. არის ხალხი, ვისაც პატივს ვცემ და საეკლესიო დღესასწაულებს ულოცავ ეკლესიის მაღალი იერარქებს მათ შორის. იმიტომ რომ მათ ინტელექტს ვცემ პატივს. არა იმას, რომ ყველაფერს ვეთანხმები. ბევრ ადამიანს შევხვედრი ვარ და ცოტა ხანში დაიდება საერთოდ გადაცემა ერთ-ერთ სასულიერო პირთან ჩემი, მოქმედ სასულიერო პირთან. ანუ უამრავი ჩემი გადაცემა მიუძღვენი ეკლესიის ისტორიის კვლევას, იმიტომ რომ ეს მაინტერესებს, იმიტომ ის ქართული ხალხის კულტურის ნაწილია. და ძალიან ვარ ამის გამო შეწუხებული, რომ ჩვენ ქართველმა ხალხმა ეს ეკლესია ვერ დავიბრუნეთ. აი როცა რაღაცების დაბრუნების დრო იყო, ჩვენ ბევრი რამე ვერ დავიბრუნეთ. და მათ შორის ვერც ეკლესია და ეკლესია დღემდე არის სახელმწიფოსი. და მე კიდე მინდა იყოს ხალხის ეკლესია, სახალხო იყოს ეკლესია. აუცილებლად მოვესწრები. ძალიან მალე დაიწყება ამაზე დისკუსიები და ძალიან მალე გაიხსნება ის, აი როგორც ლაპარაკი აკრძალულია კოცებში, ნაცებში, ამაში ტელევიზიადაც გითხარით. აი ზუსტად ასევე არის დახურული და ეკლესია ლაპარაკი აკრძალული. რა რამდენი ხანია მართლა ქადაგებები იქნებოდა ეს თუ ეპისტოლეები იქნებოდა, ის რაც დღევანდელობასთან არის კავშირში არ მოგვისმენია. და ეკლესია დღევანდელ დღეზე უნდა გელაპარაკებოდეს პირველ რიგში. ხო და ხო კრიტიკული ვარ დღევანდელი ეკლესიის მიმართ, მაგრამ არა იმიტომ რომ მე მართლმადიდებელი არ ვარ. მე მართლმადიდებელი კულტურის შვილი ვარ, დაბადებისთანავე მომნათლეს ჩემმა შვილებმა, ჩემმა მშობლებმა. გავიზარდე ქრისტიანულ გარემოში, სამეგრელოში, სადაც ვერავინ ვერ იტყვის. ერთი ადამიანი არ იყო ჩემს ირგვლივ, აი 1000 ადამიანი რო იყო, ერთი ადამიანი არ იყო იქ, რომელიც არა მართლმადიდებელი, არა ქრისტიანი იყო. ერთი წარმოიდგინეთ, ხო არის ვიღაცა თბილისში გაიზარდა, სადაც ყველანაირი კულტურა უნახავს ასეთ ისეთ. მე მარტო მართლმადიდებლური კულტურა მაქვს, ნახე მთელი ჩემი ბავშვობა, მთელი ჩემი ზრდასრულობა, მე ვისწავლე სხვა კულტურები. მაგრამ ნანახი გაზრდილი მარტო მანდ ვარ. და
არასოდეს არ გამიკეთებია და არც მომავალში არ ჩავიდენ ანტიქრისტიანულ საქციელს. და იმის გაკრიტიკების უფლებას ყოველთვის მიცემს საკუთარ თავს, ვინც თვითონ იქცევა ანტიქრისტიანულად ქრისტეს სახელით. იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მომაკვდინებელი ქცევა. ქრისტეს სახელით ანტიქრისტის საქციელის ჩადენა. და ჩემი აზრით ანტიქრისტიანული საქციელია გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭზე წესის არაგება იმის გამო, რომ თავის დროზე ბიბლიური თავისუფლების საბუთი აიღო და ჯარი გადაივადა. რელიგია კი არ შეუცვლია, ჯარში არ წავიდა. ამაზე დიდი ანტიქრისტიანული საქციელი შეუძლებელია რომელიმე სინოდმა ჩაიდინოს. და მე მჯერა, აი როგორც თქვენ გიყურებთ, ისე მჯერა, რომ სანამ ცოცხალი ვარ, აუცილებლად გადაიხედება ეს ამბავი. და მართლმადიდებელი ეკლესია ამაზე, ეს არ არის მართლმადიდებლური საქციელი. ამაზე ბუდიზმი მოიხდის, ამის დრო მოვა. აუცილებლად მოვა ამის დრო.